ეს არის ჩვენი სასტუმრო, ჩემო გამომწერებო. ეს არის ჩემი მეგზურები, ელენე და თეა. მეგობრებო. ეხლა რას ვაკეთებთ? აი ეს და ირგვლივ არსებული ტერიტორიები უნდა შევქმნათ. და ვართ ძალიან ბედნიერები. დღეს როგორც ტურისტები, ნამდვილი ტურისტები, ისე უნდა მოვიქცეთ. დიახ, იქეთ არიან ჩვენი გიდი ანილები ერიце და მისი თანაშემწე. ჩვენ ახლა ვიმყოფებით სულთანა აჰმედსა და აია სოფიას შორის და არის ძალიან ლამაზი. და ველოდებით ჩვენს დიდ და გრძელ დღეს. აქ წილოს ფოტოსესია მიმდინარეობს. ჩემო გამომწერებო, ეს არის ჩვენი გამომწერი ანილები. ეს არის მეორე გამომწერი. დიახ, გამარჯობა. კაცი გვიღებს, მეც ვუღებ. ჩემო გამომწერებო, ჩვენ აქ ვართ, გაგაც ჩვენთან ერთად არის ჩემო გამომწერებო. ბაზარში მივდივართ, ჩემო გამომწერებო. უნდა შევიძინოთ პროდუქტები იმისათვის, რომ ფუდ ბლოგერობა დავიწყო. ხანდახან დამიჯერე. ეს ჩვენი ესენი სულ ჩხუბობენ. ქოჩორი არ გადაგა. მე მსხვერპლი ვარ, მაგრამ ქუჩოზე ფაქაუშო დავიხურო. შევავედით ბაზარში. როგორ გრძნობ თავს თურქულ ბაზარში? ძალიან კარგად სულელების უნია იდეალური. მე ძალიან მინდა რახეთ ლუხუმი. აი, ჯუკულა. ვაუ. ელენე ცდილობს რომ კაი ისტორი გააძროს. მოგესალმებით, ჩვენ ახლა ვიმყოფებით, მაგრამ მოგესალმები აღარ უნდა შუაში იქნება ეს. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ის გამომწერებო. ჩვენ ახლა ვიმყოფებით Top Cafe სასახლეში. და მივემართებით შიგნით. ჯერ გარეთ ვართ. შიგ სასახლეში ძალიან ბევრი ხალხია, რიგში. ასევე რეკლამას მე კიდევ მეთქი რა ლამაზია. ანუ ძალიან ეს მამაკაცი ბრძანდება სავარაუდოდ გიდი და ყვირის. ხო და ჩვენ ახლა არა ძალიან ბევრი ფული წამოვიღეთ, როდესაც აქ წამოვბრძანდებით. ჩვენ ვართ გულწრფელი ინფლუენსერები და არ ვიცი. ვიწაპირ გეუბნებით რომ ბანკინა მალი გამოიტანოთ. ყველა ფული წამოვიღეთ, რაც კი შეიძლება მიგიწვდებოდეთ ხელი, იმიტომ რომ გააყოლიფეს. გინდა ტაქსი, გინდა მაღაზია, რაც გინდა, ყველაფერმა და გვიტირა. მადლობთ. მეგობრებო, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ტიტების ფესტივალზე. სტამბულში გამომწერება ჩემო, მაგრამ ჩემი ფეხები. აი ტიტა. აი როგორი სიცოცხლით სავსე ტიტა. ანუ ისა მე ხარ ნამდვილი ინფლუენსერი ვარ და ძალიან ბევრი გამომწერი ვიყავს ინსტაგრამზე. ანუ ძალიან ბევრი გამომწერი ყავს. დაახლოებით 400,000 რაღაცა რა. ერთი მახსოვრე. ყოველდღე წერს ვიდეოებს, ხო. ყოველდღე ვლოგებს. და ისა კიდე ყავს უამრავი გამომწერი და მიმდევარი, რომელიც არის ქეთის ფანი. მომსდევენ. გამოიწერეთ ქეთის არხი. ქეთინო კიტნა. და ვაი მე დაახოთა. იჰი. მეგობრებო, ეხლა ჩვენ მივერთებით მუზეუმში, აია სოფიას მუზეუმში, რომლის ბილეთიც ბოდიში რა. შემოგვატენეს პირდაპირ მნიშვნელობით, იმიტომ რომ აია სოფიაში გვინდა და შესვლა და ფულ არიაო ასე გითხრეს და ჩვენც ვიყიდეთ და თურმე საერთოდ აია სოფიას კადრში აი აქ დაგანახებთ, აი აქ არის და მივდივართ აი აქ მუზეუმში. და მუზეუმი არც უ. მაგრამ ვითხრან ხოლოდ არეაო. ხო და ანუ აქედან თუ ეს არ მოგვეწონება, მივდივართ იმ ბიჭთან უნდა გავკოჭროთ. ვაგზავნებთ ვლოგის გადაღებას. ფოტო. Oh my god, თვალის ფოტო. ეს ის არის. ეხლა ვიმყოფებით გალათას რავი ქუჩაზე. ავდივართ. აჰა, კიტაც დაიჯავშო. ავდივართ. მეც ხედავ, შენ თავს ხედავ. ავდივართ გალათა თაუერში. თუ თაუერთან. და ჩიზკეიკი უნდა მევერთვათ და მოვდივართ ბარუთანეს თუ ვიღაცის საჭმელად. რიქში უნდა ჩადგეო. მოვდივართ იქედან.
მოვსულართ გალათათაუერთან უკვე მეგობრებო. მე არ მეგონა უკვე თუ მოვედით თორე არ გავფიქრავდი. აი მე ხო ისი აღლო ჩამიანე ჩანდრიან მე ჩავიბზინა. This is Galata Tower. ესე იგი მოვედით ჩვენ სასტუმროში მეგობრებო და იქ გზას ბურღავდნენ გუშინღამისათამდე. მოდი ის თქვა აუცილებელი სიტყვა. დღეს ძალიან გადავყალით ხალხი ერთნაირის თორებით და ზოგადად ორი დღეა ჩამოვედით და პიტა კითხეთ მეგობრებო თუ დაიხარეთ უბრალოდ ასკროლეთ. ხოდა მოვედით რა და ეს იყო რა ქვია ნებო მეგრევე ეს რა აუცილებლობა ახლა მე რომ ბურღო და ხლაო და არა ფინიშო room tour ესენი არა უი სალო აქვემოთ არ გამოვაჩინე აი ეს არის ფარდალა ხო please show me the curtains რა ქალაქია საკალს პესტავ ოპ ხო მიდი და ტესტა საკალი აი მე გვერდი აღარა აქვს საწოლს ოღონდ და ეს ვარ მე მეგობრებო ჩვენ ახლა მივიდივართ დოლმა ბაჰჩეში ჩემო გამომწერება ნანინა მე მგონი სხვა არის. დღეს არის ესა მე შენზე ფიქრებს ლაბირინთი ვიცა და ველოდებით ტაქსის ჩემო გამომწერება შენი თავის გამომწერება გადაეცი რა სიმაღლეზე ჩემო გამომწერება ეხლა კაცი გვეჩანჩება რომ ბოლოს ფული ჩავუკუჭოთ და ჩავუკუჭოთ თქმა უნდა ის რომ ყველა გვაყვა დავარადიშა ეს გამოიყურება ნამდვილი ტურისტებით ჰიპსტერ უზმაზე ფეხბურთელების და ჩატი ნაღდი ჰიპსტერი გვენი მინიმალისტად გოგოები გამოიყურება ლუკაუ ჩვენთან ჩეკმა ჩუსტი რა ვიცი. ნახეთ ანუ ზაფხული შემოდგომა არა შემოდგომა ზამთარი აზარი მეც გაზაფხული ვარ მეგობრებო. ხო ამას ფერებიც ისეთი ეცვია ეს ყელსაფამი ღვაზია და ფეხებით ზამთარში მოვიდა ტაქსი უკვე ტაქსიში ვართ მეგობრებო ჩვენ ტაქსი გამოიყურება ესე ტრენდი წლევანდელი ბურგუნდის ფრენდი ხო ტაქსი გინდა ფოხივით გაკეთებული ხარ. სალვე ყანაში მიდის აქედან სულაკეს ეს არის სტამბული ჩვენ გაჩვენებთ ნამდვილ კადრებს მარტო იმებს არა იმეჩითები და რაღაცეები რო არის 10 ლამაზია და ის აი ეს არის ნამდვილი სტამბული იმიტომ რომ ეს არის ანი აი აქ არის ანი აი აქ არის ჩვენო გამომწერება ახლა ვიმყოფებით დოლმა ბაჰჩეს სასახლეს ბილეთის შესასვლელი რიგში აქეთ არის კარიბჭე გაიხედეთ მარჯვნივ საიდან შეგიხარ სასახლეში ანუ რა ფულიანები იყვნენ ხო წარმოგიდგენია ხო და აქეთ არის ელენ ან მე მინდა გითხრათ რომ ესეთი მშენებლობები მიმდინარეობდა დაახლოებით რავი ყველა საუკუნეში მეორეში მეოთხეში მე-10-ში და ჩვენ თბილისში და ზოგადად საქართველოში კანალიზაცია არ გვაქვს მეგობრებო ეს მინდა რომ აღვნიშნო ეს არის თეა რომელსაც უყვარს სამხრეთ რაღაც სერიალები და იმ ხალხს ეჭედავს მაგრამ ვერ არჩევს ესენი რომლები არიან კონკრეტულად დოლმა ბაჰჩეს სასახლე მეგობრებო ეს ჩემი სამი ინფლუენსერი ფრენდი და ესეც ორი ინფლუენსერი ფრენდი მეგობრებო შემოვედით დოლმა ბაჰჩეს სასახლეში რომლის ისტორია არ ვიცით თან კითხეს აუდიო გინდათო და არა უბუთხარით იმიტომ რომ გვეზარება საათახევარი მოსმენა დავგუგლავ და მოკლე შინარს გავაშინა აი აქ ზუსტად აი აქ ვიცხოვრებდი ანუ просто სხვა ნახე აქ მეც ვიცხოვრობდი სიამაყე ხდება მოიტანა ვაიბერდი. მაგრად გავხვანჩალდება ამ წყალში აქ ეს ყოფილა ის რა ქვია სულთნების სასახლე რომელიც აშენდა 1800-იან წლებში და არც ისე ძველია ჩვენი გიდით აბა ჩვენო შვიდო გამომწერო ეხლა ვიმყოფებით კვლავ სასახლეში ხოდა თვითონ სასახლე არის ალბათ შოკინგივილი ალბათ კი არა არის
შოკი კივილწეველი. გამოვიცვალეთ დიახ ტუალეტში და გარეთაც. და ეს არის ჰარემი. ანუ სადაც ქალების მოსასვენებელი იყო და ოდითგანვე ქალთა მოდგმა იყო დაწევრული მაგ მხრივ რომ სულ ცალკე გარიყოლები და იქეთ არის რაღაც მარმარილოებში და ხრუსტალებში გამოწყობილი სასახლე და აქეთაც არის ვერ დავუკარგავთ მაგრამ არც კი შეედრება. აი არც კი შეედრება. და წილომაც გამოიწვია. აი ქეთიმაც გამოიცვალა, სად არის? აი გამოიცვალა როგორც ხედავთ. ხო და მოკლედ ჩემი არ გაშოვა. ეხლა წავედით ტაქსიმის ქუჩაზე, ტრამვაის შეუვარდით. აკა. მეგობრებო, ეხლა ჩვენ ვიმყოფებით ტაქსიმ სკვერზე და აქ მდებარეობს ეს დიდი და აქ უნდა ჭამოთ potato ამოზელილი. Oh my god, Niki, მგონი ძალიან საშიჯა ჩვენთვის ქუჩაში ყოფნა. არ მოგვიტაცო, Niki. ხო, იმის თქმა დამავიწყდა, მაგრამ რო ტაქსმა გაგვაფრთხილა რომ საშიშიაო აქო. და კარგად მოუჭირეთ ჯიბებს. ოდელელაო. აი, 101 წლის იუბილე და უდიდესი მეჩეთი. სულ უფრო ლამაზი მეგონა ქაურობას მართლა გითხრათ, მაგრამ იმედია ეს ქვედა ქუჩა ლამაზი იქნება უფრო. ხაწრო განათებები აქ. აი მეგობრებო, ჩამოვედით უშუალოდ იმ ქუჩაზე, რომელიც არის ძალიან ცნობილი და იმედია თქვენ ხედავთ რამდენი ხალხია. წინ. და რამე ღამე უფრო ლამაზი იქნება აშკარად ფოტოებიდან თუ იმჟელებთ ვიდრე დღე. ჩვენ რო გამომწერებო. მოვედით ბოსფორის ტურზე. ყველა დასული ნორმით. მოვედით, მოგვაკითხა ტრანსფერმა, როგორც ხედავთ. და ეხლა მივდივართ რომელიღაც კატერში ჩავტენიან. როგორც ხედავთ, აქ არის მრავალი კატერი. აქ ვიღაცები გულაობენ. ეს როგორი სახალხო განწყობი ჩემოი პარბლემა. და ჩვენ მივდივართ. ჰოლა. ბოსფორის ტურზე. თან ავიღეთ ისეთი ტური, რომელსაც ჭამასა და გრიალი და დაშფალური მოყვებოდა. ხოლოს ასე იბნო არა. და აი, მეგობრებო. აჰა, ეს არის ჩვენი გემი. ცერემონი. ანუ ცერემონიალზე. ვიდე და კაცოდი. და ორში სტუდია ცოტა სხვათა შორის. და აი იქ ჩანს ცოტათი გალათას კოშკი. მაგამ. ახლა ვიმყოფებით მეგობრებო ულმირას ქორანზე. ავიღეთ თუნცუკვებით და ჭამასნით. ავედით სანამ ისინი გაარკვევენ. ეს არა კონკრეტული ხოლმე. მოშვიდა გამოგწევ. კეთი იღებს და მისილებიდან მარია ტოებს. კეთი მე მგონი ძალიან გვიპირდაპირებენ. კეთი მგონი ჰეიტერები. აი აქში აქ. მოგვასწორა. ჰეიტერებმა შემოგვიწია. ასეთი პარკინგი მაქვს მეც ასე ვატარებ სადაშორის. მეგობრებო, ისეთი კარგი ამბავი არ გვაქვს. ვისაძოლოთ. ესე იგი, როგორც გავიგეთ, ანუ გავჩერდით რა წეღარ. ეხლა მგონი ცოტა ვიძარეთ, არ ვიცი. ანუ უბრალოდ ეწევა. არაფერი ამდენი წელს არ ვახშელა შვილი რომ ყავს. და მოკლედ, მეგობრებო. ოპა. Turme teas. Yes, welcome aboard. We will make live music some different languages and we want to learn where you come from. Maybe we can sing for you your language. And starting with
მეგობრებო, გემი გაფუჭდაო და ჯერ ვერ მივდივართო და ვეღარ გავიგე რა ხდება. And where are you from? Georgia. Yes. როგორ ახარ? კარგად ჩვენ? გოგო, ბიჭო. აჰა. გოგოები. მეჩამე. გოგო, ბიჭო. Tursikimatiya. We have a Georgian stuff. He teach me, I don't understand. Okay, we will sing for you Georgian song. We hope you like it. Welcome, Georgia. What to Tbilisi? Tbilisi, yeah. He is from Tbilisi. Thank you so much, Georgia. Madlova. ფრედი მერკურის სული ვიყურებს და I think I should have said thinking about it. What? We are the champions, my friend. And we are fighting till the end. We are the champions. We are the champions. No love for losers, 'cause we are champions of the world. Thank you, Nepal. Czech Republic. Thank you. ჩვენ გარდა ქართველი ქალები ქართული ხალხი და ახლა ამას მოგიწყვლით და გავარი დესპასიტოები მოგიწყვლით დესპასიტო არის გავიაროთ, მოვტრიალდით და დევეშებს. ჟინჟღილები მოიტანეს. ძალიან ლამაზია. ოპა, ატყდება ეხა შრიალი. მიპოვოთ მეგობრები. ვაუ, რა დროს გამოვედით. აი, თოლმაბახჩეს სასახლე მეგობრებო. ძალიან მაგარია. მეგობრებო, აი, ამ ჭამაში ლამსებოში გადავხდეთ 20 ევრო ფილეთი. ამას გააძევებენ აქედან და მე ვიტყვი რომ ჩექრედად არ არის. ძალიან შემზარავად კი გამოიყურება. ელენე მოდის იქიდან. ოპა, ეს ის არის როტრიალები, სულიდან ამათ იყურება. მეჩი ვიცი. ურა გამოასწრო ელენე.
სეზონის შესახებ არაფერი არ სმენია. მოვითხარი. ალბათ ოდესღაც სულთნებს უცეკვავდნენ ასე მუსლის მოცეკვავეები თუ ვიღაცაები და ისინი ერთობოდნენ ამათი ყურებით. ელექს მაგრა გულაო. ცოცხალი აქედან. აი, იქ ტიროს ლოვეჩა სუდა. გოგოები ჩაერთიან თემაში.
მეგობრებო, გასოლინების ფონზე ბოსფორის ხიდსაც მოუახლოვდი. მიდი. აი ღმერთო მიშველე. სამქანობ რაღაცნაირად. ხოდა ესეთი ლამაზია მოკლედ აქაურობა მეგობრებო. ერთხელ სანახავთ ნამდვილად ჩამოხვიდეთ სტამბულში. მოგესალმებით მეგობრებო. ჩვენო გამომწერებო. და ეხლა გაჩვენებთ როგორ ვემზადებით. აი ასე გამოვიყურებით. ნახევარი მზად არის, ნახევარი მზადების პროცესში. დღეს ჩემი აუთფიტი გამოიყურება ასე. მაგარ ვიცე ვარ სერიოზულად. ხოდა მოკლედ მივემართებით ბალათის ფერად სახლების უბანში. მე გრანდ ბაზარში უნდა ვიშოპინგოთ და მე უნდა წავიდეთ სადღაც კარტოფილები ვჭამოთ. მეგობრებო, დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერით. ჩემოშვიდო გამომწერო. ესე იგი ტაქსი გამაგვაგდოს იმიტომ რომ სერიოზულად. პატრულს ხონდა გადაკეტილი და მეტი გზა არ მიდისო, სარბენი მარათონიაო და ფეხით უნდა გახვიდეთ 5 წუთის გზარიო და თურმე სხვა გზას მიდიოდა და ფეხით არის 20 წუთის გზა. ეხლა ამ კარში და ურაგანში ვიყვებით. აი მარათონისთვის მზადება. პირველი მარათონები. აბა თუ აწერია ხა რაღაცა ხო? ავიაკომპანიის რეკლამა. აბა გაგუებო მოტრიალდით, ერთი აქცია ხალხი ვართ. მოვითხოვთ. მაშალა. აბა პირველი ნაბიჯები ბალათის უბნის. მეგობრებო, ეხლა ჩვენ ვიმყოფებით. აი კოლგებთან და აი ისი. მე იმდენი ხალხია რომ სურვილი აღარ. გამომწერებო. ეს არის ისა ინსტაგრამი დიალოგა იმენ ხო. ჩვენო გამომწერებო. ხმაჩახლეჩილი თეაკო მოგესალმებით. თმას ვეღარ ვისწორებ ჩემო გამომწერებო. მეგობრებო, ამოვედი. ამოვარდი სტავში. ხედი იშლება ულამაზესი. რაკეთ. ჩვენ ვიყოფებით ბალათის რაიონში, მეგობრა. გუჯუჰუ. ჩვენი ვალიდე სულთანი. ეს ხალი ლამაზი ვარ. ვაიმე. ეს ხარჭა 1, ხარჭა 2, ხარჭა 3. ხარჭა 3. იხრიმა სულთანი. ხადია, გაიცე? მაგარია. აიწალე. ბაზილიკის ცისტერნა უნდა ვნახოთ. და რატომ უნდა ვნახოთ ბაზილიკის ცისტერნა? არ ვაპირებდით, იმიტომ რომ არ გვინდოდა აი რა არის მანცანახავის თემაში. და ვნახოთ ახლა რამდენად გამართლეს და უკაჩევს უკანტრაუი. და რატომ მივდივართ ახლა ბაზილიკის ცისტერნაში? იმიტომ რომ გრანდ ბაზარში გვინდოდა წასვლა და თურმე შაბათკვირას არ მუშაობს. ვინ იცოდა ეს ყველაფერი? მოკლედ ვერ წავედით გრანდ ბაზარში, იმიტომ რომ დაკეტილია და ძალიან გული დაგვწყდა. მაგრამ სანამ სხვაგან ვიშოპინგებთ. მეგობრებო, სადღაც 10-15 წუთიანი რიგი შემდეგ შემოვედით ბაზილიკის ცისტერნაში. ვაუ! საკმაოდ ლამაზი და ეფექტურია. და წყლითაა სავსე. ხედავთ ალბათ და ხურდები წყლია შვიდით. მაგრამ დავდივართ ამერიკაში. აურა ლამაზია. There. არა, ნამდვილად ღირდა აქ მოსვლა. გულივად ვიკავებდით თავს. რას ფიქრობთ? ჩაკოზე. მე მგონი ყველად ვიკავებდით თავს, ხო? უნდა მოსულიყავით აუცილებლად. მიხვიდეთ მეგობრებო, მხოლოდ მუზეუმია და უნდა მოხვიდეთ აქ, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი ადგილია და 1500 ლირა ერთი კაცი. 1300. 1300, მოდიში, აუდიო გიდით 1500.
იმდენი ხურდაყი ერთი რომ მოხიკო 1500 ალოვარდა. ესეთი მედუზები და აქ ჩანს რაღაც საშიში ჭრდილი. მანდ მივემართებით. ის ქალია მე მგონი თავზე გველები რო ყავს რა თქმა არ მახსოვს. წერტერ აქვს. რასაც ვუყურებ, თითქმის ყველა ბოძი ერთნაირი სტანდარტული ეს გამოიყურება, მაგრამ ის წინაფერი ფროხდებოდა და აი ეს ბოძი არის განსაკუთრებული ვიზუალურად და თან რაღაც ისტორიაც აქვს აშკარად. როგორც გითხარით წვეთავს. და აბა ეს როგორ გამოიწილო და მე მედუზას ჯადოქრობა არ გადმოგეღოს. Rappresenta un albore სრემლის კოლონა. მეგობრებო, ეს არის ბოჰემური კრისტალი. ძალიან ლამაზია. საოცრად ლამაზია. ნამდვილად ღირდა. ალბათ გრანდ ბაზარიც ძალიან კულტურული და ისეთი იქნებოდა, კულტურული ესე რომ ვთქვათ, მაგრამ აქაურობა ნამდვილად გადაჯაბნა ჩემი აზრით, არ გამცრუებია იმედები რახანი საკეტია. მეგობრებო, იმის თქვა და მომიწყდა, რომ ეხა ქეთი იღებს. ვართ რაღაც Olden 1700 რაღაცაში, ძალიან კაი კაფეა. ძალიან ლამაზი. ესეთი ორანჟერია. ნახეთ როგორი ლაქშერი. ძალიან ლაქშერი გვიჭყავის. მაგრამ მე იმის ჩვენ ორი GoPro-თი ვართ. რა დავინახე? ნაბჭიშტი შოქში ჩავვარდი. აი შოქი ვინგაი არა ქეთი აქ რა სერიალია გადაღებული? სერიალი კაია და ქეთევარ მიკნოველიძე. ასე ერთი ვიდეო მინდა უკაცო. რომელსაც ეძახიან აღმოსავლეთის ბრედ პიტს და ჩემი ბავშვობის სიყვარული იყო. ჩემი პირველი შეყვარებული იყო. ქუჩას ამოვყევით და მივდივართ უმანკოების მუზეუმში. ჩვენ ახლა მეგობრებო მივემართებით უმანკოების მუზეუმისკენ. როგორც უმანკო საზოგადოება. როგორც აი აქ წერია პირდაპირ. და დავინახე. ოდით. და აი ისეც. თვითონ უმანკოება. შარავანდედი არ მინათეთ? დაგიდგა მეცდები პრინციპი. რა საინტერესო ქუჩებია. აი ნამდვილი თურქეთი. აი ახლა ვყიდულობთ ბილეთებს და აქ არის ესეთი უბანი, სადაც მოკლედ პროტესტი გამოიხატება საკმაოდ კაფიოდ მეგობრებო და ბავშვების მკვლელები არიანო, სერიალებიო და ეგეთი პოსტერები და რაღაცები ძალიან ბევრი. კეთი, თქვი მინდა ისტორია? ჩუმათო ესე გითხრის მე მგონი გვაქვს. და ეს ქალი რომ მიდიოდა და ამ კაცს ტოვებდა, ანუ დილავით რომ მორჩებოდა ხდებოდა ბიჭები. ეს იყო, ანუ ვერ ყრიდა რა ეს კაცი, ანუ ის აქ შინაარს დაახლოებით და ისე იყო მიჯაჭვო. თან წლების მიხედვით ნახე 60 ის ამაჩვის. მამალი ისტორია არის. კი, ნამდვილად. და ზოგიერთი კომანდებით ნახე. აჰა. უმეტესობა. რაც ეს სიგარეტი აქ ნაკაჩენ, რაც ასამის გაკეთებისთვის. ხალხებთან. ამ ბედნიერი ვარ რომ აქ ვარ. ძალიან კარგი. კეთება კომენტარი. კაია, მაგრამ ერთი სულ აქ იმ კაბას როდის ვნახავ. გაიხედეთ მარცხ. ახარ არის ჩვენთან ტიროში. ხო, არ არის. გამოვიარეთ აი ეს რაღაც ადგილი, სადაც შეგვამოწმეს. გვაქვს თუ არა რაიმე ბომბი, რაღაცა ისინი. ეხლა ვართ სრულიად უსაფრთხო გარემოში. ვერავინ ვერ აგვაფეთქებს, ვერავინ ვერ აგვწევს ჰაერში. მაგარი არ ძალიან უსაფრთხოდ ვართ. ის კაცი გავადა მე. გამცამი დაიღებს ფოტოს. ეს პირდაპირ მოდის აგერ სურათში პირდაპირ გეი არა ყველანი კარგად ვართ ინდივიდი ფერაშინდი აკეკონია თალია
კაია. ორი ღერი თქვა. სამშილამაზეა. შორტ გზლარა. ეს დელება. ეხლა ყველა რა. მეგობრებო, ჩვენო გამოწერო. ახლა ჩვენ ვიყოფებით ბოსფორის სრუტეზე. ბეშიქტაშის ქუჩაზე. დაიხოთ ბოსფორის ცნობილ ხიდს და მეჩეთს. რომელიც ერთად ლამაზად იკვეთება. სპორტილში ვართ. ლომილურს მანაშვილი, არ ვიცი რა თუ დააბედი ფლოხული დაფხოში ყველაფერია, მაგრამ რატო უნდა აიბათა, ჩაიბათ, არ ვიცი. არც ერთი ზღვის ვარსკვლავი, არც ერთი ცხენჩევ და არ დატოვა, ყველაფერი იყიდა. რა ლამაზია. So beautiful. Chocolate. ძალიან მაგარია. ეხლა მოვედით მეგობრებო გალათას ხიდზე იმისათვის რომ გაჩვენოთ მეთევზეები, ასევე fish ბურგერები, სანდვიჩები და დავაგემოვნოთ, მივირთვათ მიდიები, ასევე ჩაი და რავი, იმედია გადავხვდებით. Sorry, I'm sorry. რათიცი მერტო. თუ კიდე გავბრებო. ძალიან ბლიკვა. ანუ ჩვენ როგორც კულტურელი მეთევზეები თქო შემეშალა ინფლუენსერები. ჩვენი უფრო მეთევზეები. ანუ ჩვენ როგორც კულტურელი ინფლუენსერები ძალიან ლამაზია ქორომა ყარს ყროლავს. მეგობრებო, სხვათა შორის ძალიან ცივა და სამი რაღაცა და მეოთხე შორფები ვიყიდეთ გზაში. ამ ხიდზე განუყოფელი ნაწილია, რომ ყოველთვის თევზაობენ. ამ ხიდის ქვეშ არის პატარა კაფე-ბარები, სადაც უგემრელესი თევზის სენდვიჩი მზადდება და ყველა იმას ამბობს, რომ აუცილებლად უნდა დააგემოვნოთო და ჩვენც მივემართებით, რა თქმა უნდა. როგორც მოგწონები. რა თქმა უნდა, სტანდარტულად მივემართებით. Vai me upalo, eman ar da mas lindo se khana. Ara da vetse khara. Wow! აქედან ჩავდივართ იმ პატარა კაფე ბარებთან, მაგრამ საოცარი ხედია, მეგობრებო. და საოცარი ფსლის ზოლი. ობა ფსლის არა, ფსლის. ვაუ! ხედი ნამდვილად ვაუ. მალე ჩავედით თორე აღარ თევზის სენდვიჩი ვილან. არც არა. აქ უკვე სუნი შეიცვალა მეგობრებო, ყაყე ჭამობის სუნი. თუ ყარ საკაურობა. როგორ მართლა? აი აქ არის ის კაფე-ბარები. ფუ რა სუნია, ჭამა არ მომიგია. უფალო. აი ხა ჩავუყვებით და მოვზავნით იმ რესტორანს, რომელიც ვაიდა. აი აქ არის გალათას კოშკი. ვარ გალათას ხიდზე. ლამაზი კი. და აქეთ ესეთი ლამაზი ხედი. მოგესალმებათ ჩვენი ბლოგრი. სად ვართ? ლავენდი. ბლოგი ჩალაგე. ჩვენ ვიყოფებით ავტობუსში და მივემართებით გემსკი. ესეთი სუფთა ავტობუსებია. ჭილა როგორი კომფორტია. გაკვეთებული ვარ და ჩავალ თუ არა აქედან არ ვიცი, საერთოდ ძალიან კომფორტულად ვარ ჩაჭედილი. არ ვიცით რა ხდება, მაგრამ ყველა გზა ტროტუარი გადაკეტილი აქვს პოლიციას. ასევე შარო კოსტუმი მოხდით დარბის და მაგარ საცებში გავიჭერეთ. ამიდი არა. Вообще так
მამათი ჩაცმულობა. ნარდი არმენიაც ეხა. აი. ასე გამოიყურება ჩვენი კატარი. გოგო, მაგრამ კაი ადგილი ჰაგდეს. მე ლამაზად გამოვიყურე. მერე გავნაწილვეთ. ესე იგი, აი ეს ყველაზე დიდი ანტენა, მეგობრებო, ყოფილა სატელიტური ანტენა, რომელიც მთელ სტამბულს უზრუნველყოფს მოკლედ რადიო, ტელევიზიებით და ასე შემდეგ. 346 თუ რაღაც ეგეთი მეტრია, 350 მეტრამდე სიმაღლეში და ყველა კუთხიდან ჩანს და 170 მილიონი დაჯდა მაგის აშენება, მგონი თუ არ ვწდები 3 წელი აშენებდნენ. ახლა ამჟამად რომელ ხანს მიყურებთ წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ხედავთ სტამბულს. თეას და წელოს. აქეთ არის პრინცის კუნძულები და ეხლა კადრში ხედავთ ყველაზე დიდს და მის მარჯვენა მხარეს ორ პატარას. არის გარკვეული რაღაც რაოდენობა. ვახლავდებით მეგობრებო პრინცის კუნძულს. ეს არის ყველაზე დიდი კუნძული. მეგობრებო, გადმოვედით გემიდან და ვართ ახლა ელექტროავტობუსის რიგში. ესე იგი, ორი ტური შემოგთავაზეს ველოსიპედით და ავტობუსებით. 2 საათიდან გელო ავტობუსით დიხარ 45 წუთი და ჩვენ ნუ ძალიან კარია და ისედაც ცივა და მე ველოსიპედისტი ვარ, ამიტომ ავიღეთ ავტობუსის ტური. მოვიდა ჩვენი ავტობუსი. ესე დავიდეთ. ესე იგი, სულ არის, როგორც მოგახსენეთ, 9 კუნძული. აქედან 4-ია გახსნილი ტურისტებისთვის და დღეს ჩვენ 2-ს მომიახულებთ. ყველაზე დიდს და კიდევ რომელიღაცას. არ მახსოვს რა ქვია, იმიტომ რომ თურქული სახელებია რაღაცა. ესე იგი, ბიზანტიის დროიდან ეს კუნძული მაგ დროში და მაგ პერიოდში გამოიყენებოდა როგორც იმენა როგორც ეს რა გაჩვენდი გოგო ბლოგს მიფუჭე. გამოიყენებოდა ეს კუნძული ბიზანტიის პერიოდში როგორც გადასასახლებელი ადგილი. აქ ასახლებდნენ ხალხს. მაგრამ როცა დრო შეიცვალა, დიდრები, ფულიანები და ბობოლები გადმოცულდნენ და გააკეთეს კურორტი. და დღემდე არის ძალიან ფულიანების ვილები, კურორტები, დასვენებელი ადგილები და არში. მეგობრებო, ეს არის ვანდალიზმი, არ გაიმეორებთ. ასე სურვილები არ ეკისრულდება. მეგობრებო, ყველაზე დიდი კუნძულის, ყველაზე მაღალ წერტილში, ზედ შუაში არის აგებული წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი. მართლმადიდებლური. აი, ასეთი ხედები შეიძლება და იმედია კადრში ხედავთ ორ კუნძულს. გადაღება არ შეიძლება, მაგრამ ჩვენად გადავიღეთ. არა, ჩვენთან საერთოდ გარკვეულად მეგობრებო, დამოგვიანეთ ზუსტად 8 წუთი ავტობუსზე და არ დაგველოდნენ და ეხლა ველოდებით სხვა ავტობუსს, კი ბატონო, რომ ვიყავით განაშენ ადგილებში და რატომ დავაგვიანეთ? იმიტომ რომ 750 მეტრია ეს დაკიდებულ აღმართზე ავედით ეკლესიაში და ჩამოვედით და ამათ არ ქონდათ გათვლილი და საერთოდ შემთხვევით აღმოჩნდით რუკაზე, რომ ეს ეკლესია მაგ კონკრეტულ აღმართზე მდებარეობდა. და მეორე ასაფრებში დიდხედი ნახეთ და ჩამოდით 25 წუთი საკმაოდ დრო იყო. რამდენი გითხარი? 4900. და მოკლედ ჩვენ როგორც მართლმადიდებლები ავედით და მას ვქენით რა ქვია. მოვინახულეთ მაინც ახლა სხვა ავტობუსს. ეხლა ვიმყოფებით პრინცის მეორე პატარა კუნძულზე.
ძალიან ფერადი და ლამაზი აქაურობა, უბრალოდ ზამთარში მაგრად ბაძდე. ვინაიდან არ არის სეზონი, მიაქვს ნაგავს. ძალიან ლამაზი კურორტი იქნება. რემონტებია დაწყებული, ემზადებიან სეზონისთვის. ანუ ქარია ისეთი მტერს რომ არ უსურვებ. პრინცის კუნძულებიდან. შემოვედით პრინცის კუნძულებიდან. შემოვიარეთ ლურჯ მეჩეთში, სულთან აჰმედის. მივემართებით აეროპორტისკენ და მე გამოვფრინდებით თბილისში. მივცუნცულებთ აეროპორტში. მაღალო თუდა. ასე გამოიყურება აეროპორტი. გამოვიარეთ სკანერში. აბა წავიდა გორი. ეხლა მივირთმევთ მეგობრებო რაღაც შარლის რაღაცაში და მე გავფრინდებით. მივემართებით თვით მბრინავით ჯერა გამომწერება ბრუნდებით სამშობლოში. ურეთელი სტამბოლი. ლოგვი. ლოგვი დასრულდა. დასრულდა ესე ამბავი. ეს უკან ბრუნდება, აღარ ენატრება. ესინანულის წრემლებია. ვაი მე დედა. ესე იგი ისეთ ადგილას მოგვიწია ჯდომა შუქ ჩვენ ვაქრობთ. დავიდა. გული ხახას დაუბრუნდი საქართველოში. ყველაფერი ჩოქ გული ჰაერი ყველაერია. დაუბრუნდი. ისეთ შეგრძნება მაქვს რომ თითქოს ჩუსტებით უნდა დავაპოვდე შუა აეროპორტში. ლოგვი.